ეს ელექტროგიტარა სხვათა შორის ვიყიდე მშალხიძე. კი და ღირდა 160 ლარი. და იმისიონე 160 ლარიან გიტარაზე უკრავ. და ბავშვობაში ძალიან მშვიდა ხოლმე, რო ქონდათ ხოლმე მაგარი გიტარები რა, რაღაც ვიდეოებს რო უყურებდი და მეც მინდოდა და სულ მინდოდა მქონოდა FB-იანი გიტარა როა რა. ეგეთი რა და მახსოვს მაღაზიაში შევედი. და ესე იგი, მაღაზიის გამყიდველი მიყურებს რაღაცა და ვიღებ და გიბსონი აწერია, აი 50-იანის როკ-ენ-როლური გიბსონი როა რა. ხო და მეთქი ისა აი თვალებრივზე ზეგ დაგჩარა და 700 ლარი აწერია და ვხედავ რაღაც დეფექტები აქვს, არ მადარდებს რა, აი აქ დიეზის და ის ნოტები არ არსებობს, რაღაც გაფუჭებულია რა და 700 ლარი და უკვე მინდა რომ ვიყიდო რაღაცა რა და მიყურებს ესა და ნუ ვეუბნები რომ ეს გასწორდება თქო, ნუ ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდა რა ის ტიპი რა, ნუ აი რაღაც გიტარა აიღო და მოკეთ მithყავ ჩინური პატენტი არისო რა, მაგრამ მაინც ანახმავი ყავი რო ეთქვა რომ გასწორდებაო ვიყიდიდი რა, იმიტომ რომ ფორმა მომწო, მე ცოტა მაგაში ცხოვრებაში შევცდი, მაგრამ ჯანდაბას მე სილამაზე მოწონდა ხოლმე და შინაარსი ხოლმე რა ცხოვრებაში ხო და რაღაცა შემოხედა, ნუ რაღაცა უკრავო, რაღაცა 1-2 თვის წინ 3 თვის მეთქი, ხო რაღაცებს უკრავ თქო რა და ესე იგი, ნუ აი არის საშინელი ძალიან ცუდ გიტარა არისო და ბოლოს მითხარ, ჩვენ გიჟები კი არა ვართ 5000 ლარს ვიხდით გიტარებშიო რა. ხო და გამახსენდა რომ მაგ 160 ლარიანი გიტარა რა, ჩაწერილი ამითი ყველაფერი რა. მე დავფიქრდი რა, ნუ ესე წარმოდგენა აქვს. კიდევ ერთხელ ვიძახი ძალიან მინდა ეგეთი პოდკასტი ვიყოთ, რომ აქედან შეგვეძლოს ადამიანებს გავატანოთ. რაღაცა ის. მაგითო არ დამიწყია ეს ისე. ზოგადად წეღან. არა, ეგეთები რო ვიყოთ, ანუ ეს ყველაფერი რო იყოს იმისთვის, რომ გაცეს აჩუქრად. ანუ შენი კი არ იყოს, რომ იყოს მუსიკალური მაღაზიები არ გვემეგობრებიან და. მუსიკალური სანტა-კლაუსი. ასე გიჟებდა წარმოიდგინე რომ მიდიხარ სტუმრად და მოგაქ რაღაც, არ ვიცი, რაც გინდა იქით.